ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ეს სტატისტიკა. ყველაზე ისეთი განათლებული იქნება უნივერსიტეტი დამთავრებული ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი იდეოლოგიურად მოწყვლადია. აი მაგალითად ფსიქოლოგიაზე სწავლობ და გელაპარაკებენ პოლიტიკაზე. რა შუაშია? შეგიძლია რა თქმა უნდა აკავშირო, მაგრამ ეს არ არის დაკავშირება, ეს არის აგიტაცია. ჩვენ ვამბობთ, რომ აი კონსერვატიულია საზოგადოება. არადა მისი რეალური ცხოვრება ის არაა კონსერვატიული. ძალიან ჰედონისტურია ქართული საზოგადოება. ჩვენ გვწვენია ჩვენი თავის. მე ესე მგონია, რომ 30 წელი ჩვენ სიმულირებთ. და ეგ სიმულაცია რა არის? შენ გაქვს წარმოდგენილი იმათ თავი, ვინც არ ახარ. განიცდი და არსებობს ეს ელემენტი, განიცდი რომ ის ლოგინში და მოკვდარიყო. ანუ სხვა ფსიქოლოგია. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ისეთ ადამიანს ემუქრებით სიკვდილით, რომელსაც სიკვდილი უნდა, ეძებს სიკვდილს. ჩვენ თუ მოახერხეთ ის, რაც თავის დროზე შვეიცარიამ მოახერხა, რომ ევროპული ომებისგან დისტანცირება მოახდინა, არც პირველ სოფლიო ომში არ ჩაერთო, არც მეორე სოფლიო ომში არ ჩაერთო. არც იქამდე რაც ომები იყო, იქ არ ჩაერთო. მოგესალმებით, დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი, რომელთანაც განვიხილავთ დღეს არსებულ აქტუალურ თემებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ ირანში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ამ ფონზე. გამარჯობა ნუკრი. გამარჯობა. იხარია რომ თქვენთან ვარ. მე კიდე მიხარია რომ მოხვედი და დღეს იმედია საინტერესო საუბარი გვექნება, იმიტომ რომ მე პირადად ხშირად უყურებ ხოლმე შენ საუბრებს და ძალიან მომწონს შენს მიერ შემოთავაზებული ესეთი ანალიტიკური მიმოხილვები და ასაკურველია ისტორიულიც ძალიან საინტერესო არის ხოლმე. ასევე Facebook-ზეც გადავნებ თვალყურს და ძალიან საინტერესოა შენს მიერ მოწოდებული ინფორმაციები. სხვადასხვა აი ეს რასაც ურჩევ ახლა ალბათ ყველას. პოდკასტების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რატომ? და საქართველოში რატომ ვერ გამოდის ისე როგორც უნდა გამოდიოდეს? პოდკასტებს ჭირდება გარკვეულწილად ზოგადი განათლებაც. ანუ შენ რაც არ უნდა ვიწრო სპეციალიზირებული იყო, ამოგეწურება რა ეს ყველავანაში ამოგეწურება. ამიტომ პოდკასტები აჩვენებს ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, რამდენად შეგიძლია სხვადასხვა თემებზე ესე ვთქვათ გადაერთო. რამდენად გაქვს ცოდნა ლიტერატურაში, რამდენად გაქვს ცოდნა სხვადასხვა საკითხი, პოლიტიკა ბევრს აინტერესებს, გასაგებია. და რაღაც საკითხები, რაც ჰობივისავით არის, გვაქვს ხოლმე. ზოგადად ეს მიდგომები, რაც ჩვენ ქონდა განათლების სისტემაში რა, რომ ვიწრო სპეციალიზირება ყოველთვის ვარგა, როდესაც ჩვენ გაქვს რაღაცა გამართული დიდი სისტემა. მაგრამ შენ როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და როდესაც შენ გჭირდება რომ შენ ჭანჭებს კი არ უშვებ ინსტიტუტისთვის ადამიანს, ან კონკრეტული სამინისტროსთვის ან რა ვიცი. არამედ შენ უშვებ რაღაცა სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია ესე იგი ამ სისტემის შექმნა, ამ სისტემის გარდაქმნა, ხო? მაშინ უნდა იყოს სხვა რაღაცაზე ორიენტირებული ადამიანი. ეს სხვა რაღაც არის ზოგადი უნივერსალური განათლება. საბჭოთა კავშირის დროს სხვათა შორის იყო ესეთი ლიტერატურა ცენტრული განათლების სისტემა. ალბათ ვის წინათაობასთან აქვს ურთიერთობა, ყველა ხვდება, რომ ძირითადად ბევრი წიგნი აქვს საკითხული ლიტერატურაში. იმათ ცოტა სხვა პრობლემები ჰქონდათ, მართალია, მაგრამ აი ეს ზოგადი განათლება იძლეოდა ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, ადამიანს უფრო საინტერესოს ხდის. რაც პოდკასტერისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ მარტო რაღაცას ვიწრო სპეციალიზირების გარდა, თუნდაც ეს ლიტერატურა, თუნდაც კინო, ოღონდ მარტო ყურება არა რაღაცა გაარჩიოს შენ საკუთარ თავში, ან ისწავლოს მეთოდოლოგია, როგორ უნდა გაარჩიოს. მე მაგალითად ძალიან ბევრს უყურებ კინოების გარჩევებს. სიმბოლიზმების კინოების. აი ესეთი რაღაც ხობები უნდა გქონდეს რა ადამიანს, რომ სივრცეში გამოჩნდეს, იმიტომ რომ საგურველია, ხო. უკვე ხელოვნური ინტელექტი იმდენად რაღაც აკრობს აი ამ რაღაც პიროვნულ მომენტებს, თან იგრძნობა ადამიანი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი აწერინებს რაღაც პოსტებს და რაღაცებს, იგრძნობა რა ესეთი მომენტები. და ეს ინდივიდუალურობის გადარჩენა ჩვენ სამყაროში დაკავშირებულია სწორედ ამ უნივერსალურ განათლებასთან, როდესაც შენ გაქვს რამოდენიმე ინტერესი და ამ ინტერესს მეტნაკლებად სხვადასხვა დონით აკმაყოფილებ. ლიტერატურა იქნება, კინო იქნება თუ სხვადასხვა სფერო იქნება. ამიტომ აი ეს საკითხი ალბათ წინ წამოწევს ზოგადად პოდკასტები ამის აუცილებლობასაც, რომ ზოგადი განათლება გქონდეს. ჩემი პოდკასტები არ არის მკვეთრად ესეთი პოლიტიკა, ეხლა რაზეც შეიძლება უფრო მეტად ვისაუბროთ, თუმცა შეიცავს რასაკვირველია სხვადასხვა სტუმართან საუბრის დროს, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ არ არსებობს ალბათ ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ყველაფერი უკავშირდება პოლიტიკას
ჩვენი თაობა რაღაცა ერთფეროვანი იყო, ყველა შავები ეცვა სტუდენტობის დროს და რაღაცა ესეთი. მილენიალები. მილენიალების ნაწილმა ეხლა ცოტა სხვანაირად იქცევა, მოდი ესე ვთქვათ, აიშვა ეგრე უნდა ვთქვა. მაგრამ მთავარი მომენტი არის ის, რომ დღეს უფრო რთულესი ამ დვილესში რაღაც საკუთარი იდენტობის დაცვა, ვიდრე მაშინ იყო. მაშინ იმის მიუხედავად გარეგანი რაღაც ერთფეროვნება იყო ჩაცმულობის სტილში. არსებობდა რაღაც გამოკვეთილი რაღაცა ელემენტები, იდეები, რომლის ერთგულებად შენ ინდივიდუალობას გმატებდა. დღეს პირიქით არის. დღეს ამ იდეებზე შენ თუ რაღაცა განსხვავებული ტიპი ხარ, აი ეს ბაბლი გაგდებს. მაგრამ შენ შეგიძლია რაც კიდე ის ჩაიცვა. შეგიძლია როგორი ოდიოზური გარეგნობას კიდე ისეთი გქონდეს. არავინ არ გაგდებს და არავინ არ გამტყუნებს ამის გამო. მაგრამ რეალურად ლიბერალური უფრო ჩვენი თაობა იყო, ვიდრე ეხლანდელი, ანუ ამ მე არ ვამბობ ლიბერალური, მე ვამბობ იმას, რომ როდესაც ჩვენ თაობას თუ ჩვენ თაობა მას ისეთი ექსპერიმენტული თაობა გამოდგა საბოლოო ჯამში, მაგრამ ანუ ის იმათ ვისაც არ ჭირდებოდათ გარეგანი ელემენტებით საკუთარი ინდივიდუალობის წამოწევა. ამიტომ ჭირდებოდათ რაღაცაზე სხვა მეთოდი, მაგალითად რაღაცა საკუთარი თავი გამოიჩინათ როგორც რაღაცა ვაშკაცებს. აქედან გასა ცოტა პერვერსიული ელემენტი კუჩური ცხოვრებების რა. იქ რაღაცა პოლიციას რას ეტყოდა და იქ როგორ გაარჩევდა საქმეს. ეგერთი ცუდი ბნელი მხარე იყო ჩვენი თაობის, მაგრამ არსებობდა კიდე სხვა მომენტი, მაგალითად, როდესაც ადამიანი რაღაც იდეას ან თავის საკუთარ რელიგიურობას რაღაც აფარებდა თავს და იქ ეძებდა საკუთარ ინდივიდუალობას. ანუ იდეაში ან რწმენაში ეძებდა საკუთარ ინდივიდუალობას და არა გარეგნულ ელემენტებში რა. ეს ამან წარმოქმნა ესეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაცა განსაკუთრებული იდეა. და ახალ თაობაში კიდე პირიქით, იდეა უნდა იყოს სტერილური, მაგრამ შენ შეგიძლია გარეგანი გამოხატულობა გქონდეს განსხვავებული, აბსოლუტურად განსხვავებული. შენ ერთნაირად უნდა გეზიზღებოდეს ქართული ოცნება, კი ბატონო, შენინება გეზიზღება, არ გეზიზღება, მაგრამ თავისუფალი ხარ, რაც გინდა ის ჩაიცვა, რაც გინდა იმას მოусმინო და ასე შემდეგ. ამაში თავისუფალი ხარ. აქედან გამომდინარე, ანუ ეს გარეგნული ელემენტები ახლა უფრო წინ წამოიწია, მაგრამ ინდივიდუალური ელემენტები აღარაა დაკავშირებული იდეებთან. ეს მომენტი იყო. იდეური არჩევანი უფრო გაქრა სინამდვილეში. გავჩვდით რაღაცა ისეთ რეალობაში აღმოჩნდით, სადაც აი ესეთი პოდკასტების აქედან არის. ალბათ შენც მუშაობ რაღაც სეგმენტზე, მეც რაღაც სეგმენტზე მუშაობ. ჩემი სეგმენტი ძირითადად არის, ესე იგი 25-45 წლის ძირითადად მამაკაცები. YouTube-ზე რო უყურებ ვინ ნახველი ჩემი, ძირითადად მამაკაცები არიან. გამოდის რომ ესე იგი 18 წლის ისინი ასაკის და 20 წლის ასაკის თითქმის არ ამყავს. 1% არის ჩემი ვაყურებელი, დანარჩენი არის აი ძირითადად თან მამაკაცები. არა და აქტიურობა, მაგალითად Facebook-ზე პირიქით არის, ქალები უფრო აქტიურობენ, როგორც წესი. ყურებას რო უყურებ, რომ თავიდან ბოლომდე ვინ ნახა ეს პოდკასტი, ძირითადად მამაკაცები არის. კი, ფოტოშოპ ჩემი პოდკასტების შემთხვევაშიც YouTube-ზე. იმიტომ რომ სავარაუდოდ, იმიტომ რომ თემები და სტუმრები არის უფრო რელევანტური, ასე ვთქვათ. რაღაცა მოხდა აი ამ თაობის 25-დან 45 წლამდე მამაკაცების, ესე იგი ანუ შინაარსის წყურვილია ამ თაობის მამაკაცებში. და ეს დასაფიქრებელია, იმიტომ რომ მე რასაც ვაკვირდები, თვითონ აი ეს ძალიან სწრაფად შეიცვალა, მოდი ესე ვიტყვი, გენდერული რეალობა ჩვენ ცხოვრებაში. ქართულ კაცს, რომელსაც წარმოედგინა თავი რაღაცა მამამარჩენელად, უცბად გადაიქცა, რეალობა მოიტანა ისე, რომ თლად მამამარჩენელი უმრავლესობა ვერ იყო, ისინი განსაკუთრებით ჩვენი თაობა, რომელებიც მამებს უყურებდით და ხედავდით, რომ მათი შრომა არ იყო ისე დაფასებული, ან უფრო ტრაგიკული ელემენტი არის ის, რომ დედებმა აიღეს საკუთარ თავზე ეს და ქალებმა აიღეს უკვე და საკუთარ თავზე ოჯახის რჩენა. და კაცები აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, სადაც ფორმალურად ისინი უნდა ყოფილიყვნენ ესენი. თამაშობდნენ ამას და რეალურად არ იყვნენ.
და ამან შექმნა ეს მასკულინურობის ესე ვთქვათ კრიზისი. ქართულ საზოგადოებას ძალიან ეტყობა ეს. არ ვიცი დაკურებული ხარ ამას თუ არა, აი ძალიან ეტყობა ეს მასკულინურობის კრიზისი, როდესაც მამაკაცები პრინციპში ვერ რეალიზდებიან აი ამ რაღაცა სივრცეებში რა. სამსახურების კი ისეთია თუ გენდერულ სტერეოტიპებს მოვარგებთ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სტერეოტიპია, მაგრამ თუ გენდერულ სტერეოტიპებს მოვარგებთ და ვიტყვით რომ არსებობს მამაკაცური სამუშაოები და არსებობს ქალური სამუშაოები, ქალურ სამუშაოებზე უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა ვიდრე მამაკაცურ სამუშაოებზე. გასაგები რომ მამაკაცური სამუშაო ძირითადად უნდა ყოფილიყო ინდუსტრიაში უნდა ყოფილიყო დასაქმებული, ინდუსტრიები გაქრა ან სოფლის მეურნეობა სლათ ისეთ მდგომარეობაში არ არის და გაჩნდა ისეთი სერვისების ეკონომიკა. სერვისების ეკონომიკაში რა თქმა უნდა მომსახურე პერსონალი ძირითადად ანუ ის რაც დიასახლის ჰქონდა აქამდე აღებული ითვლებოდა ტრადიციულად ქალურ პროფესიებად. და ამან გააჩინა გარკვეულწილად ის რომ ეს მამაკაცების რაღაცა ძიება, მე ესე ვხსენ მამაკაცების ძიება სხვა იდეაში და აი გარედან რას თავარია ძიება რომ აი გარედან ვიღაცა მოვიდეს და მათ ისე ფუნქცია მიანიჭოს ეს რეალურად არის ჩვენში და ამიტომ ქალები ნაკლებად ეძებენ ამ რეალობაში შინაარსებს იმიტომ რომ ისინი რეალურ ცხოვრებაში საკუთარ რაღაც პროფესიასთან გარკვეულწილად არ არიან იმდენად წინააღმდეგობაში როგორ არ არიან მაგრამ იმდენად წინააღმდეგობაში როგორც მამაკაცები მამაკაცები ამიტომ ელოდებიან გარკვეულწილად რაღაცა ესეთ იდეებს და ეძებენ ამას. აი ესე ხსნი ყოველ შემთხვევაში. ეხლა სხვათაშორის ეს ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერები არიან მაგ IT სფეროში და სხვადასხვა ესეთ სფეროში. და თუ აკვირდებით ეს მათ არ აქვთ ეს პრობლემა. ანუ ზუსტად ეს 25-დან 45 წლის მამაკაცების პრობლემა არის ეს რომ ისინი ტრადიციულ კულტურაში, ტრადიციულ ესე იგი სტერეოტიპულ მასკულინურ კულტურაში აღიზარდნენ და რეალობა სხვა დახვდათ. იმათ უკვე სხვა რეალობაში მოუწიათ ცხოვრება და გადაწყვეტა მათთვის უფრო მარტივი იყო. აქედან გამომდინარე შემთხვევითი არაა მამაკაცების დომინირება. საინტერესო მიგნება არის თუ ნაფიქრი და აქედან აი პრობლემა თვითონ ისაც რომ აი ეს ქცევის ნორმების აირია აქციებზე ну არ ვიცი ჩემ დროს მაგალითად ისეთი ნორმები ქცევის ფორმები რომგურიც ახლა ვლინდება ამ აქციებზე პრინციპში ისეთი იყო რა მიუღებლად ითვლებოდა ყოველ შემთხვევაში ცოტა ისტერიული ფორმებია ისტერიული ის რას კიდევ მეორე სტერეოტიპულად ქალის რაღაცა ელემენტებად მიიჩნევა ეგაც სტერეოტიპულია კვლავ ამბობ არ მინდა ეს გენდერული სტერეოტიპი მაგრამ ის რაც ქალს რო არ უხდება თუ ქალს რო არ შეესაბამება და შეფერება უცბად აი მისი რაღაც მიბაძვა თუ რაღაცა გადასვლა დაიწყეს რა ანუ თითქოს მამაკაცები ქალებისკენ გადადიან ქცევით ხო ითვლებოდა ეგაც ალბათ სტერეოტიპულია და ყველა ეპოქაში იცვლებოდა მაგალითად შუა საუკუნეებში მიიჩნეოდა რომ ქალი იყო რაციონალური და კაცი ირაციონალური თანამედროვეობაში მე პირიქით იყო რომ კაცი რაციონალური და ქალი ირაციონალური ყველა კულტურა ცვლის ამ როლებს რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ კულტურაში ხო ესე იყო რომ კაცი რაციონალური რაღაც შემომტანი ესე ნაკლებად ემოციური და ცივგონებაზე ორიენტირებული ქალი კი უფრო ემოციური ხო ნუ და ჩვენ ახლა ხედავთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო მოვლენებს ჩვენ ხედავთ რომ ესე კაცები უფრო ემოციურები ხდებიან და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს აი ეს და აქ ჩდება კიდე ერთი მომენტი რომ აი ჩვენი საზოგადოების ეს ფემინიზაციას უწოდებ ამას ლინდება მაგალითად აი ისეთ საკითხებზე რომ აი რაღაც იდეისკენ აი როდესაც კრიზისი არის მასკულინურობის აი ეს მოლოდინი რომ რაღაც გარედან დიდი იდეა შემოვა და მამაკაცების ცხოვრებას მამაკაცების მაგრამ აავსებს ამის რაღაც დიდი მოლოდინი არის ეგ ხშირ შემთხვევაში ფსევდორელიგიური ელემენტით იცვლება ზოგ შემთხვევაში ეზოთერიული ელემენტი ზოგ შემთხვევაში რაღაცა რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიის ელემენტით უცბად აი ახლა
მეც ალბათ შენც გაგიკვირდებოდა რომ აღმოაჩინეს თინეიჯერები, ფაშისტი თინეიჯერები. ეგეთი რაღაცა საქართველოში მეგონა რომ არსებობდა. რომ ცემდნენ რა 16 თინეიჯერი დაიჭირეს. ესე იგი გაჩნდა რაღაცა ესეთი სისულელეების მოთხოვნილება, იმიტომ რომ დაიკარგა ის ბუნებრივი საყრდენი, რადგან აქამდე იყო. და ალბათ თან აი საინტერესოა რომ ჩვენი თაობა იქ პურის რიგებში იდგა, ხო? ახსოვს 6-7 წლის ვიყავი პურის რიგებში რო ვიყავი 90-იან წლებში. 92-13 წლებში. და ანუ იდეაში შუქი არ ქონდა, ბევრი ფუფუნების საგნები არ ქონდა, მაგრამ ისეთი გაბოროტებული როგორც ახალი თაობა მოდის, ესეთები არ ვიყავით. აი ეს გაბოროტების ელემენტი, ანუ იმიტომ კულტურა გაბოროტებულები შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ კულტურა გვიზღუდავდა მის გამოხატულებას. და ახლა რადგან კულტურა რაღაცა შეზღუდვები გაქრა, ადამიანებმა დაიწყეს აი ეგეთი რაღაც გამოვლინებები და რას თავარია როგორც წესი ახლა ეს მეტნაკლებად შესწავლილი მაქვს როგორ ხდება ეს ახალგაზრდების ჩათრევა. 35-40 წლის მამაკაცი აუცილებლად უნდა დაუმეგობრდეს ესეც მე აუცილებლად რაღაცა შიდა ჯგუფებში აი იმ ჯგუფს დარწმუნებული ვარ ეყოლებოდა ვიღაც ავტორიტეტი ესეთი ზრდასრული ადამიანი რომელიც ესე იგი მაგ პოლიტიკურ იდეოლოგიებში ითრევს ნუ კლასიკური სქემაა რა რატომ იმიტომ რომ გაქრა რაღაცნაირად მეორე მხრივ ეს ავტორიტეტებიც ხო და რას ფიქრობ, რადგან ამ თემაზე დაიწყე საუბარი, ანუ ეს ხო მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ჩვენი ქვეყნის ზოგადი, ასე ვთქვათ, ეპოქის პრობლემა არის, ანუ ამ პერიოდის, როდესაც აბსოლუტურად რაღაცა შეიცვალა ჩვენი და ეხლანდელი თაობის გადასვლა მოხდა ძალიან ისე ძალიან სწრაფად მოხდა შეცვლილება, ასე ვთქვათ. არა, ამას წესით მე არ უნდა ვგრძნობდე ახლა, იმიტომ რომ ტრადიციულად ამას უნდა მეგრძნოს 20 წლის შემდეგ, როდესაც ვიქნებოდი 60 წლის. იმიტომ რომ თაობათა განსხვავება ყოველთვის იყო გასაგებია, მაგრამ ის იყო უფრო დაშორებულ თაობებს შორის, მაგალითად შვილი ბაბუას შორის. ეხლა აღმოჩნდა რომ ეს დაშორებული თაობა მამები არიან და არა მამას და მამის ბაბუა უკვე სხვა ის მამებსა და შვილებს შორის მოხდა. ანუ იმდენად უკვე ალბათ მოძველდით ესე ვთქვათ რა. მათვის და რომ ის ახალი კულტურა რაც შემოდის ჩვენ ხელში არ არის. ანუ ჩვენ ხელში არ გადის ეს კულტურა. და დავკარგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა. დავკარგეთ აღზრდის რაღაცა ელემენტები. მე არ ვიცი რა უნდა ვქნათ კოლექტიურად. ამაზე წარმოდგენა არ მაქვს. არც ჩემ შულს დრო უყურებ არა ვარ დარწმუნებული რომ მაგას ბოლომდე შევძლებ, იმიტომ რომ ის იმ გარემოში ცხოვრობს, რა გარემოშიც ზოგადად არის და არა ვარ დარწმუნებული რომ ეს ბოლომდე ჩემზე არის დამოკიდებული, მაგრამ ვცდილობ რომ რაღაცა ეს ცოცხალი სოციალური წრე ქონდეს ერთი მხრივ და არ ქონდეს აი რაღაცა ემოციური დეფიციტები. თორე ცოდნაზე ორიენტირებული გასაგებია ეს მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ აი თანამედროვეობა მაჩვენა და ეს ყველაზე სტატისტიკურადაც ჩანს. აი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ეს სტატისტიკა. ყველაზე ისეთი განათლებული ითვლება უნივერსიტეტი დამთავრებული ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი იდეოლოგიურად მოწყვლადია. ანუ ხო ვამბობდით იმას რომ ადამიანები თავარი განათლება მიიღოს და ნაკლებად манипуლირებადი იქნება. აღმოჩნდა პირიქით. ვინც განათლება ჰქონდა, ვისაც განათლება ჰქონდა მიღებული უნივერსიტეტებში ისინი უფრო მარტივად იყვნენ ესე იგი იმიტომ რომ შეიძლება ესე ანუ დოგმატურად აქვთ ესე ვთქვათ ჩაბირწილი ეს ცოდნას და მიყვებიან იმას და როცა არ გაგაცნობა უფრო მეტად გაქვს ალბათ ესეთი მარტო ეს არ არის არსებობს კიდევ ერთი რაღაცა ის ადამიანები რომლებიც მოკლედ ეს უმაღლესი განათლება არ აქვს ისინი ცხოვრობენ მეტნაკლებად ისეთ ჩაკეტილ და თავის სოციალურ რეალობებში ეს სოციალური რეალობები ესე იგი აი ხო რო დავაკვირდეთ რა ჩვენ სტუდენტობის პერიოდში. რა თქმა უნდა შეიძლება იყოს პოლიტიკური განსხვავებები, მაგრამ ეს არ ქმნიდა მაშინ რაღაცა კვეთრ გამიჯნოს. ანუ ადამიანებს შეეძლოთ ერთმანეთთან საუბარი. და რატომ? იმიტომ რომ არსებობდა ადამიანური
ურთიერთობის კულტურის მთელი ასპექტები, რომელიც გეუბნებოდა, რომ პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად შენი ძმაკაცია დაანები რა თავი რა. განსხვავებულია მიხედ. ეხლა უკვე თუ ეს სტერილური სივრცე არ არის, იმ სტერილური სივრცის მიღმა შენ ვეღარ ურთიერთობ. ანუ თავარი საზოგადოებასთან ურთიერთობის ის კი არ არის, შენ მარტო იმათთან კონდეს ურთიერთობა, ვინც შენნაირია. ანუ რა აქვს ამ თაობას ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რა აქვს. ამ თაობამ არ იცის, რადგან ჩაკეტილ სივრცეში გაიზარდა, ანუ იქ კერძო მასწავლებელი, იქ კერძო სკოლა, იქ რაღაც კერძო რაღაც წრე, სულ ესეთ გარემოცვაში, სტერილულ გარემოცვაში გაიზარდა, მათ არ იციან უკვე როგორ იცხოვრონ სხვასთან, განსხვავებულთან, რეალურად განსხვავებულთან. არა იმით ჩაცმულობით განსხვავებულთან, არამედ იმით, ვინც ამბობს, რომ მე სხვანაირად ვფიქრობ, მე ჩემი რაღაც მოსაზრება მაქვს და ესე. ანუ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ჩვენ აი ეზოს ფენომენი რა იყო ქუჩის ესე ვთქვათ. შენ გიწევდა ურთიერთობა იმასთან, ვინცთან შეიძლება ნებაყოფლობით, შენ შეიძლება არ ქონოდა ურთიერთობა რა. მაგრამ გიწევდა, იმიტომ და ეს გასწავლიდა შენსგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობას. და გასწავლიდა იმას, როგორ უნდა მიუდგე, გასწავლიდა რომ იმას რაღაცა ემოციები აქვს, რაღაცა ქცევის ნორმები აქვს და აქედან შენ იცოდი და თავიდანვე იცოდი, რომ არსებობს ადამიანთა სხვა ტიპები. გინდა არ გინდა, სხვა სახელები არ ვქვათ მაშინ მაგ ტიპებს, მაგრამ ეხლა ესე არ არის. ეხლა ყოველგვარი ეს განსხვავებულობა იწვევს ისეთ აგრესიას. და რატომ იწვევს ისეთ აგრესიას? იმიტომ სტერილურ სივრცეში არიან გაზრდილები. ხო და გარდა ამისა, ახლა მივედით იმ თემამდე, ერთ-ერთი ალბათ სასაუბრო თემა შეიძლება და ეს ყოფილიყო და ამით დავიწყეთ ფაქტობრივად. აი განათლების საკითხს ხო, რაც შეეხება მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ეს აწლეულები, რაც მიმდინარეობდა განათლების სისტემაში, ხო, როგორი უნივერსიტეტებში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ხა კონკრეტულ არ დავაკონკრეტებ, რა თქმა უნდა, ხო? აი, იქ მიმდინარე პროცესებიც ხო რაღაც კუთხით უწყობდა ამას ხელს, რომ ჩამოეყალიბებინა თუნდაც ის, რაზეც შენ საუბრობდი, ხო, აი, ესეთი რაღაცა ბაბლივით ანუ მიუღებლობა სხვების აზრით, თუნდაც სხვების მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რომ ისინი არიან რაღაც მოღალატეები იქნებიან, ცუდები არიან, რაღაც საერთოდ არ უნდა მიიღო მათი აზრი, ხო? ხო. ცირა ბევრი მეგობარი ყავს, ვინც ეხლა სწავლობს და ვინც სწავლობდა ილეონეში. იქ ლექტორები პირდაპირ საუბრობენ ვისკენ არიან პოლიტიკურად, რა ცუდები არიან კონკრეტული ჯგუფი. ანუ 2015-დან ლექციებს ვკითხულობ. ერთხელ არ მისაუბრია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ვთქვი, რომ ეცა ძალაუფლებრივი ელემენტი არის, როდესაც შენ ხარ ლექტორი, შენ გაქვს ძალაუფლებრივი ელემენტი სტუდენტზე და შეგიძლია თავს მოახვიო. მაგრამ ჩემი მიზანი არ ყოფილა არასდროს ინდოქტრინაცია, ჩემი მიზანი იყო ის, რომ გარკვეულწილად რაღაცა ის მივცე აზროვნების რაღაცა ელემენტები, რომლებიც ჩემამდე გამოიგონეს და ჩემამდე იყო. მე არ ქონია ესეთი ელემენტი, რომ მაინც და მაინც ჩემი იდეოლოგიის ადამიანი უნდა აღმეზარდე. არა. მე და ამას აკეთებდა ბაბუაჩემიც. ბაბუაჩემის ტრადიციიდან დამოვიდივარ. ეხლა არის ეს პირდაპირი ესეთი სისტემა იყო ყოველ შემთხვევაში, როდესაც შენ ლექციებზე გელაპარაკებენ აბსოლუტურად სხვა, აი მაგალითად ფსიქოლოგიაზე სწავლობ და გელაპარაკებენ პოლიტიკაზე, ხო? რა შუაშია. შეგიძლია, რა თქმა უნდა, დააკავშირო, მაგრამ ეს არ არის დაკავშირება, ეს არის აგიტაცია, როგორი განსხვავებული რაღაცა. მეორე მნიშვნელოვანი რაღაცა, იერარქიული სისტემა ისე შეიქმნა, რომ იერარქიული სისტემა ზოგადად ახასიათებს ეს, მაგრამ აკადემიური იერარქიული სისტემა შეიქმნა არა იმიტომ, რომ შენში კრიტიკული აზროვნება ყოფილიყო ძლიერი, არამედ იმიტომ, რამდენად ხარ ეს კონფორმისტი ამ არსებულ ლიბერალურ დღის წესრიგისადმი. თუ შენ უფრო მეტად ხარ კონფორმისტი, უფრო მეტი კარები გეხსნება. და ეს აღმოჩნდა შენი რეალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. და ეხლა შენ ადამიანებს როდესაც ამას უკეტავ, ჩემთვის გასაგები აბსოლუტურად ბუნებრივად, ეს ადამიანი გამოვა შენ წინააღმდეგ. ადამიანს ასწავლეს კონფორმიზმი და ადამიანმა ამით ცდილობდა რომ მიაღწია ყველაფერს და უცბად ენგრევა ეს ელემენტი. ამიტომ აი ესეთი
თუმეტეს ახლა ძალიან როგორი მოწყვლადია რეალურად ის ასაკი, როდესაც უნივერსიტეტში იწყებენ სწავლას, კი ვიცით და მე არ მგონია რომ ეს მარტო ეს არ არის მარტო ლექტორის და თავარი მომენტი არის რომ როგორი გარემო იქნება. ანუ გარემო ქნის სინამდვილეში და არა ლექტორი. ლექტორი ამ გარემოს ნაწილი არის, მაგრამ მთლიანად ეს გარემო ბევრი ელემენტებისგან შედგება რაღაცა იმისგან რომ არსებობს საქართველოში პირველად მეგონი სხვაგან არ მახსენდება ეს კლუბური რევოლუციის მსგავსი რაღაცა რომ მოხდა ეს ბასიანის ამბებზე და იმას საკუთარი კულტურული და იდეოლოგიური აჯენდა ჰქონდა. ანუ ბასიანი რომელიც უნდა ყოფილიყო გარკვეულწილად გართობის ადგილი, დასვენების გართობის ადგილი, გახდა პოლიტიკური და იდეოლოგიური რაღაც აქტორების ადგილი. უცბად. ეს ერთი მომენტი, სადაც აქციების ესთეტიური შეცვლა მოხდა. იმის შემდეგ, ბასიანის შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალა ესთეტიკა. კლუბი გახდა რეალურად, კლუბური ელემენტი შემოვიდა, ესე იგი, აქციებში. აბა ძალიან დიდი გავლენა იქონია, იმიტომ რომ face control-ი და სხვა ესეთი ელემენტები, როდესაც არსებობს ესეთ ადგილებზე, შენ გიწევს იქ შესვლა, რაღაცნაირად მორგება, კონფორმიზმი გიწევს. კონფორმიზმის სხვადასხვა ელემენტია ეს რა. ანუ თვითონ ეს გარემო იქ სხვადასხვა მედია არის, იქ რაღაცა უცხოელები რომლებიც ჩამოდიან, იქ უცხოეთში სწავლის პერსპექტივა არის, იქ NGO-ში დასაქმების პერსპექტივა არის, იქ სადღაც გამოჩენის პერსპექტივა არის და შენი სოციალური კიბი არის. ამიტომ ძალიან ბევრმა ელემენტმა შექმნა ის გარემო, რა გარემოშიც ჩვენ ცხოვრობთ და ამით პრინციპში როგორც ლიბერალები მოიქცენ, თუ კი იდეოლოგია გინდა გაავრცელო, ესე უნდა მოიქცე. ანუ მე ლიბერალებს არ ვამტყუნებ იმაში, რატომ იქცევთ ესე. იმიტომ რომ სხვადასხვა იდეოლოგია არ ვრცელდება. მაგრამ ახლა შეკითხვა ჩდება, როდესაც შენ ებრძვი აი ამ ყოშე აცხადებ, რომ არ გვინდა ლიბერალიზმი, ხო? მაშინ რა გვინდა ეს შეკითხვა, როდესაც ისმევა კონსერვატიზმი, მაშინ თუ კონსერვატიზმი გვინდა, სად არის მაგალითად კონსერვატიული აკადემიური სივრცეები, სად არის ინსტიტუტები, სად არის გასართობის ადგილები კონსერვატორებისთვის, რომელიც გასაგებია კლუბი არ იქნება, მაგრამ იქნება მაგალითად, რა ვიცი, სხვა რაღაცა. რა ვიცი, შეგიძლია სპორტული რაღაცა ისინი იყოს, კლუბები იყოს, სადაც ადამიანს უფასოდ შეიძლება მისვლა და რა ვიცი თუ ცხენზე ჯერითი და იქ თუ სნოუბორდი უნდა, ანუ უფასო ელემენტები რო სადაც შემოვა, სადაც შენ შეგიძლია ადამიანებთან ურთიერთობა და შენი ინტერესის დაკმაყოფილებაც რა. ეგენი რატომ არ ჩდება? იმიტომ რომ სიამდვილეში კონსერვატიზმი არ დაამარცხა ლიბერალიზმი. იმის მიუხედავად კონსერვატიზმის დროშის ქვეშ მოხდა ამასთან ბრძოლა, სიამდვილეში ლიბერალიზმი საკუთარმა თავმა ამოჭამა. კონსერვატიზმი უბრალოდ აღმოჩნდა ისეთი ელემენტი, რომელიც მათ უბრალოდ გააფორმა. თორე კონსერვატიზმი მართლა რო იყოს ის რაც მე მინდა რო იყოს, ხო? მაშინ ეს ელემენტები კონსერვატიული გახდებოდა, გვექნებოდა კონსერვატიული უნივერსიტეტი, გვექნებოდა კონსერვატიული მნიშვნელოვანი რაღაცა. ხო, მაგრამ აი მაგალითად TSU სხვა უნივერსიტეტები კიდე ეს უფრო ტრადიციული ასაკურველი ისინი ხო მაინც ითვლება კონსერვატიულ, ну არ გულისხმობ ახლა კონკრეტულ ვიღაც ლექტორებს, მაგრამ ასე თუ ისე და ჩვენ საზოგადოებაც უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში კონსერვატიულია რეალურად და ალბათ ეგეც არის მიზეზი იმისა, რომ აი იმ ლიბერალური ასე ვთქვათ საცეცების გავრცელება ისე არ მოხდა. და ძალიან დიდი სერიოზული, ანუ ეს ჩემი ხედვა არის, ხო, ესეთი სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და ეხლა უწევს. თუმცა რა თქმა უნდა, ის ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ ეს ვიზაუბრეთ თუნდაც რაღაც სისტემურად, ხო, დაფინანსება იქნებოდა, რაღაცა ის მოთაფლოა, რაღაცა ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით გულისხმობი ტრენინგები იქნებოდა, რაღაცა კარგი გასართობი ადგილები თუ რაღაცა ეს ხო რეალურად სისტემურად დაგეგმილი ნაბიჯები არის და არა მარტო ჩვენი ქვეყანაში, არამედ ხო ვიცით რომ სხვა ქვეყნებშიც თუმცა ჩვენ ქვეყანაში რატომღაც მაინც მიუხედავად ამ კონსერვატიული ესე იგი საფუძვლისა მაინც რაღაცნაირად მოიკიდა ფეხი აი თუნდაც იმ ნაწილში ვიზეც ახლა შესაუბრობდი ეს აქტიურად ჩვენ გვეშლება ერთმანეთში კონსერვატიზმი და ტრადიცია. ტრადიციული სოციალური ცხოვრება არ ნიშნავს ავტომატურად კონსერვატიულს. ხო. ანუ ის რასაც ჩვენ ესე იგი მაგათ TSU-ში ვუწევთ, TSU ჩემ წარმოდგენაში, უბრალოდ მე როდესაც სწავლობდი, იყო ესეთი სივრცეს, რომ სადაც ბოდიში და ეკიდათ შერა იდეოლოგიის იქნებოდა. შეიძლება კონკრეტულ რაღაცა ერთი ლექტორი ერთს ამბობდა, მეორე ლექტორი მეორეს ამბობდა, მესამე ამბობდა.
ეს სხვადასხვა კაი რაღაცა. ჯობია რომ ეკიდოთ. მე ჯობია რომ იყოს ესეთი რაღაცა, ვიდრე ის რაც ილიანუში არის. ანუ ეს ჯობია რა თქმა უნდა. ამიტომ მე არ მგონია რომ თესოს ქონდა რაღაცა ესე ვთქვათ იდეოლოგიური შინაარსი როდესმე. შეიძლება მის კონკრეტულ ლექტორს ვიღაცას ქონდა და ქონდა ეს მახსოვს მეც რომ ვიღაცებს ქონდათ რაღაც. იმდენად ჭრელი იყო და იმდენად არაერთფეროვანი იყო რომ ამას ვერ უწოდებს ჩვენ რაღაც იდეოლოგიურ რაღაცა შინაარსის მქონე უნივერსიტეტს. არასდროს არ ყოფილა. არ ვიცი ხა საბჭოთა კავშირზე ვერ გადავალ, მაგრამ მე როდესაც გავხდი სტუდენტი 2003-დან არ ყოფილა ესე. ამიტომ აი ეს თესოს ვერ უწოდოთ კონსერვატიულ იდეოლოგიის ნაწილს. ანუ რა თქმა უნდა, თესოს თქონდა საკუთარი აკადემიური ტრადიციები, მაგრამ ეს ტრადიციები რამდენად იყო ეს კონსერვატიული, ეს კიდეც ცალკე საკითხია. მეორე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენ ახსენეთ აი დავიწყე იმით, რომ როგორ წარმოგვიდგენია საზოგადოება. და ჩვენ ვამბობთ, რომ აი კონსერვატიულია საზოგადოება. არა და მისი რეალური ცხოვრებით ის არაა კონსერვატიული. ძალიან ჰედონისტურია ქართული საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში თბილისური საზოგადოება ესე ვთქვათ. ძალიან ჰედონისტურია, ზედმეტად ჰედონისტურია. ანუ კონსერვატიზმის თავარი ის ელემენტი არის, რომ ამ ჰედონიზმის გარკვეულწილად მოთოკვის კულტურა არ უნდა არსებობდეს. ჩვენთან რატომ არის ესეთი ესე იგი პრობლემა? ვინც ამ კონსერვატიზმის დაცვით გამოდიოდა აქამდე, ხო? არსებობდა ესეთი გროტესკული რაღაც სახე, ხო? ნანუკა შოუებში და ასე შემდეგ, რომ რაღაცა ხევსურქუდიანი ადამიანი მოდიოდა და იქ რაღაცა ემო მოდიოდა და რაღაცებზე ლაპარაკობდნენ. ნუ საცილო რაღაცებს. თავარი მომენტი რა არის? რომ ის ვინც კონსერვატიზმის სახელით ლაპარაკობდა, არასდროს არ ცხოვრობდა რეალურად კონსერვატიული ცხოვრების წესით. ძალიან იშვიათი არის. შეიძლება გამახსენდეს, ნუ პრინციპში ახლა ესეც უნდა ვაღიაროთ, რომ აი ლევან ვასაძემ, ვისაც მოწონს თუ ვისაც არ მოწონს, მისი ცხოვრების წესი, ის რომ მრავალ შვილიანი დიდი ოჯახით, აი, მაგრამ ლევან ვასაძის ცხოვრების წესს ჭირდება გარკვეული მატერიალური რაღაცა ბაზისი. და უნდა ითქვას, რომ არსებული სოციალური ცხოვრება ვეღარ უზრუნველყოს ტრადიციული ოჯახის არსებობას. ელემენტარულად ვამბობ, ჩვენი საბინაო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოს ტრადიციული ოჯახის არსებობას. შეუძლებელია იმ სივრცეებში, რა სივრცეებში უმრავლესობა ჩვენგანი ვცხოვრობთ, იქ მრავალშვილიანობა მოგინდეს. შეუძლებელია. და ბუნებრივია ცხოვრების წესი რადიკალურად იცვლება. ის რომ ჩვენ საზოგადოებას უწოდეთ კონსერვატიული, აღარ გამოდის. მით უმეტეს თუ კი სტატისტიკას ავიღებ, სადაც განქორწინებების რაოდენობა გაზრდილია, უმრავლესობას არ უნდა ცოლის მოყვანა, ოჯახის შექმნა. სოციოეკონომიკური საკითხები? არა მარტო სოციოეკონომიკური, ზოგადად ბევრი საკითხი. ანუ არ აღმოჩნდა კონსერვატიული რეალური ღირებულებები სადღერძოს დონეზე დარჩა. სადღერძოს დონეზე დარჩა. სადაც ფორმალურად უნდა ითქვას, მაგრამ რეალურად არავინ არ ცხოვრობს ამაზე. ასეთი ცხოვრობით. ცოტა ცხოვრობს უფრო სწორედ. ძალიან ცოტა ცხოვრობს ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საზოგადოება ცოტა ისეთ მდგომარეობაშია. პრაქტიკაში ის ლიბერალურია, რაც უნდა გასაკვირველი იყოს. და იდეოლოგიურად და მოწოდებით ის კონსერვატიულია. ესეა. ხო და ეს ხო არ არის დაუშვათ თუნდაც იდენტობასთან კავშირში და ანუ რაღაც რო აი თითქოს აი ქართველობას კარგავთ ხო ისეთი ის რო არის ხოლმე რა აი ამასთან დაკავშირებით ხო არ არის მაინც რაღაც ისეთი საშიშროება შეხედავენ რომ შეიძლება იყოს რეალურად საფრთხე ამ ქართველობასთან თუნდაც აი ცოტა უტრირებულად ვამბობ, მაგრამ ხა გაგიგია ალბათ ჩვენს ხო? არის. ხო, ანუ აი ის მიმართულება თუნდაც ხო, აი ეს ლიბერალური მიმართულება შესაძლოა. ცირა ლიბერალის თავის ქართველობა აქვს. მე რომელსაც მე ვერ ხედავ, ანუ იმ ქართველობაში მე ვერ ჯდები და მე ვერ ხედავ რატომ უნდა იყოს ეს ქართველობა მართო ქართველობა. ის ქართველობის ის მოდელი, რა მოდელიც იყო აქამდე, ანუ ისე ვიტყვი, სახეხატება ქართველის. რა თქმა უნდა, ეს ამ ქართულის კრიზისი ნამდვილად არის. ნამდვილად არის ამ ქართულის კრიზისი. და ვერაფერ, ანუ სოციალურმა ცხოვრებამ წალეკა ესეთი ქართველი. ანუ დატოვა ან დააჩაჩანაკა, ან გააქრო ზოგადად. ანუ როგორი ქართველი იყო ეს, რომელსაც წარმოდგენაში ხო, ეს იყო კლავი ესეთი მამაკაცი, რომელიც რაღაცა
კულტურული ბექგრაუნდი აქვს, ღირსებების და მორალის რაღაც განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს, ხო? და ქალი როგორც ქართლის დედის ელემენტი, ხო? აი ეს ქართლის დედის ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. უცბად აღმოჩნდა, რომ ქართლის დედები ემიგრაციაში წავიდნენ, აქ არ არიან, ბავშვები გაიზარდნენ დედების garaშე. აღარ მახსოვს ლაზარი არ იყო, ხო, ლაზარი ერქვა, გამახსენდა. ლაზარი როგორც ვიცი, გაიზარდა აი ესეთ ოჯახში, სადაც დედა წასულია ემიგრაციაში. ახლა ესა პროდუქტი სინამდვილეში, ესა პროდუქტი იმ სოციალური რეალობის, რაშიც ადამიანები ცხოვრობდნენ. ახლა ლაზარის ბრალია ეს თუ არა, ნაწილობრივ მისი ბრალიც არის, მაგრამ არ შეიძლება ვერ დავინახოთ გარემო, სადაც ის გაიზარდა და სადაც ის ესე ჩამოყალიბდა. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ქართველობა ამ შემთხვევაში ლაზარეს საფუძველზე ნამდვილად ესე იგი მოკლედ თქვა დავკარგეთ. ლაზარესთვის ის ღირებულება და სისტემა რაც აქამდე იყო, არავინ არ გადაცა ერთ მხრივ და მეორე მხრივ მისი გამოყენება მოხდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. თუ ამას გულისხმობთ კი თუ იმას გულისხმობთ რომ რაღაცა ჩვენ წარმოდგენაში როგორია რომ ჩემი შვილი მინდა რომ რაღაცნაირად ყოველთვის დარწმუნებული ვარ რომ ბევრ რამეში შვილი არის ანტიმამა არის უნდა დაუჯანყდეს მამას რაღაცაში მაგრამ მინდა რომ ამ ანტიმამობის მიუხედავად მას გააჩნდეს რაღაცა ჯანსაღი ინსტინქტები და ჯანსაღი რაღაცა დამოკიდებულებები საკუთარი ქვეყნისადმი. ეს მინდა რომ კონდეს რა და ეს ჯანსაღი დამოკიდებულებები ვერ ექნება თუ არ იცის რაღაცა ელემენტარული საკუთარი სოციალური ცხოვრების თუ არ იცის მაგალითად რა ძმაკაცობა ეს არ არის ბუნებრივი მოვლენა. ძმაკაცობა ეს არის კულტურული ფენომენი, ხო? თუ არ ეყოლება ძმაკაცი რანაირად ეცოდინება ეს ფენომენი, ხო? ან თუნდაც რა ვიცი ის რომ შენ შეგიძლია მსახურების ან თავგანწირვის ელემენტი ქონდეს რომ აი შენ შეგიძლია რა ქვია შენ წამგებიანი იყოს მეგობარს ფულის დახმარება ან რაღაცა მსგავსი რაღაცა მაგრამ აი სოციალური ის არის რა ვალდებულებასავით არის რომ რას ქვია იმას თუ უჭირს შენ ვალდებული ხარ და არ იყო ეს ინდივიდუალიზმამდე არ დახვიდე ინდივიდუალურ ეგოიზმამდე არ დახვიდე რა თქმა უნდა ეს ელემენტი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ელემენტია რომ კონდეს მას. მესმის რომ ეს სხვა ფორმებში შეიძლება გამოვლინდეს, მესმის რომ ეს იდენტურად როგორც ჩვენთან ვლინდებოდა არ გამოვლინდეს, მაგრამ რაღაც ეს ხომ უნდა იყოს, რაღაც ელემენტები, ფუნდამენტური ელემენტები ხომ უნდა მიიღოს და მე ვხედავ რომ ამ ეს ელემენტები იკარგება. ეს ელემენტები იკარგება. ერთი მაგალითი ქონდა, რომ ჩამოგვივიდა უცხოეთიდან სტომარი. და ნუ დავხვდით იქ აეროპორტში წამოვიყვანეთ პატივეცით ასე შემდეგ. და უცბად ერთი სტუდენტი გვეკითხება რა გქენით და აუხსენით. რაში გჭირდებოდა Google Map-ი ჩაგეგდოთ და შავშით მოვიდოდო. ანუ განსხვავებული პოზიცია არის სტუმრისადმი, თუნდაც რა. ხო და რა ვიცი, არ ვიცი რომელია უკეთესი. ხო. ჩემი აზრით ჯობია რომ კონდეს აი ეს ელემენტი სტუმართ მასპინძლობის განსაკუთრებული. ის ამას ხო რა წყლუბრად დაიხარჯეთ და რაღაც სტუდენტმა ესე აგვიხსნა რომ წყლუბრად დავიხარჯეთ და რა თქმინდოდა ეს და ასე შემდეგ. ზედმეტად შეწუხებული. ის ამას ვერ გაიგე. თუმცა მე მგონია რომ ის ქართულობასთან ასოცირდება თუნდაც ეს ერთ-ერთი ის არის. ანუ ეგეთი რაღაც ელემენტები, იმიტომ რომ იცი რა ეგოიზმი ძალიანაა წახალისებული ამ სისტემაში ძალიანაა წახალისებული. და ეს ეგოიზმის წახალისების გარდა არის ესეთი საზოგადოება, მოდი ესე ვიტყვით რა, ჩვენ გვაჯერებენ რომ ჩვენი ფსიქიკა და ჩვენი ბედნიერება ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ არაა ჩვენზე დამოკიდებული. იმ გარემოზეა დამოკიდებული, რაც ირგვლივ არის. ანუ ჩვენ შეიძლება ჩვენზე იყოს დამოკიდებული ჩვენი ჰედონიზმი, ანუ რაღაცა გართობოთ ასე ვთქვათ ჩვენი რაღაც ნებები განახორციელოთ ხო ან რაღაც მაგრამ ეს ნებები ჰედონიზმს არ მიყვარს ბედნიერებამ ბედნიერების ინდექსი ყოველთვის ამბობს იმას რომ
იმ საზოგადოებაში, სადაც მეტნაკლებად თანასწორი არის, მეტნაკლებად ის არის გადანაწილებული და სოციალური ცხოვრება უფრო აქტიური არის, ის საზოგადოებები უფრო ბედნიერები არიან. ყველანაირი სტატისტიკა ამას ამბობს. ჩვენთან გავრცელდა ესე კარჩაკეტილობის ელემენტი. ეს კარჩაკეტილობა არ ახასიათებდა ქართულს, ეს იყო მომენტი. და ისინი ვერ ხვდებიან პრაქტიკულ მნიშვნელობას ამ გახსნილობის, ანუ მასპინძლობის ან სხვადასხვა ესეთი ელემენტების, როგორც გადარჩენის სტრატეგიას. ეს ძალიან ცუდი ხო, ელემენტია. ეს ახლა ახალ ტექნოლოგიებს ვაკავშირებ რასაკურველია და ალბათ მაგას ვერ გავექცევით კიდევ უფრო და უფრო იქნება ჩართული ალბათ ეს და ჩვენ დისტანცირებაც ერთმანეთისგან უფრო მეტად იქნება მომავალში, იმიტომ რეალურად ახლა თუნდაც ჩვენ თაობას ვიძახით 20 წლის წინ ლამის წერილებს რო ვწერდით ერთმანეთს მეგობრები და რაღაც იქ ვაგზავნით, ახლა წარმოიდგინე ანუ არც ნახულობთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ადამიანები არ ხვდებით, ხო? მე ნათესავები იქნებიან თუ ის რა ვიცი მეგობრები, ხშირად კონტაქტობთ, რა ვიცი. ხო, დისტანცია გაჩნდა. ხო, და არ ვიცი ეს რამდენად მარტო ჩვენი საზოგადოების არა, ხო, მაგას ვიძახ. ამბავია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთან არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ჩვენ არა ვართ მაინც და მაინც დიდი საზოგადოება. და წესით ეს პატარა საზოგადოებებს არ უნდა ახასიათებდეს ესეთი გამარტოსულება. ჩვენთან ეს პროცესი მთელი სიმძაფრით მიდის. აქედან გამომდინარეობს, ჩემი აზრით, ეს ისტერიულობაც, მათ შორის მამაკაცების და ეს მოთხოვნა, რომ მუდმივ რაღაც ერთობაში იყო, მუდმივი 510 თუ 530 დღე აქცია ატარონ. ეს ამით ნაწილია. ეს არის გაქცევა ამ მარტოსულობისგან. და ჯობია, ესე ვთქვათ, ის კულტურა, რომელიც აი არ გაგრძნობინებდა გაჭირვების მიუხედავად მარტოსულად თავს, ეს კულტურა რაღაცნაირად შევინარჩუნოთ. საინტერესო პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ხო? არსებობს კიდე ერთი, აი ამაზეც უნდა მეთქვა, რომ საგარეო პოლიტიკის რადგან ესე იგი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რადგან რაღაცა გარე სამყაროსაც უყურებთ რა. როგორც შიდა საზოგადოებაში, ისე გარეთაც ჩვენ ხო ჩვენი ხედვა გვაქვს. არსებობს ევროპა და არსებობს ადამიანის მიერ წარმოდგენილი ევროპა. ის ევროპა, რაზეც ახლა ჩვენ საზოგადოებაში მიდის საუბარი, ეს არ არის ნამდვილი ევროპა. ეს არის კონკრეტული ადამიანების მიერ კონსტრუირებული საკითხი, დისკურსი, რომლის ირგვლივაც ჩვენ რაღაცას ვჯელობთ. და ყოველთვის გქონდა ერთი პრობლემა. მე რაღაცა ანტიევროპელი კი არა ვარ. არამედ მაქვს პრობლემა იმაში, რომ ის კონსტრუქტორი, რაზეც მე მალაპარაკებენ, რატომაც მე არ მაძლევდნენ რაღაც აზროვნების საშუალება, კრიტიკული შეკითხვების დასმის საშუალებას. არის ის, რომ ხელოვნური არის ეს კონსტრუქტორი, თვითონ ევროპელობა. და როდესაც მეუბნებიან, ჩვენ ევროპელები ვართ, მიჩნდება კითხვა, იმიტომ რომ ვინც ამბობს, რომ ჩვენ ევროპელები ის აკონსტრუირებს თუ როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ და რატომ უნდა გადავცე ეს ძალაუფლება იმას, ვინც ამას მეუბნება, თუ კი არ არის განმარტებაში, ესე იგი განმარტებული ეს მნიშვნელოვანი ელემენტი. ხო, და ეს ევროპაც ახლა ევროპა დიდია, ჩვენ ახლა ბიუროკრატიას გულისხმობ ხო რეალურად, რაც დაუშვათ მათგან მოწოდებული არის ახლა პოლიტიკა, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენ ქვეყნებს, რომ ახლა ევროპის თუნდაც იტალია, ესპანეთიც, მათი თუნდაც ეს სოციოკულტურული ცივილიზაციური ელემენტი უფრო აქვს. მათ იციან, რომ ისინი ევროპელები არიან, არ აქვს შეკითხვა. ჩვენ ყოველთვის გქონდა ეს შეკითხვა, იმიტომ რომ გეოგრაფიულად უფრო მეტად არა ვართ ევროპა ვიდრე ვართ. ეთნიკურად ავიღოთ, ხო, ინდოევროპელები არა ვართ. ევროპელების დიდი ნაწილი ინდოევროპელები არიან, ინდოევროპული ენებია ძირითადად, თუ კელტებს, ისე იბერებს არ ჩავთვლით და სხვებს. და რას თავარია, ჩვენ და ყოველთვის ეს შეკითხვა იყო ვინ ვართ ჩვენ. და მე ყოველთვის მაგ ეგეთი განცდა, რომ ქართველი ძველი ხალხი ვართ. და რა სივრცეში არ უნდა მოხვდეთ ჩვენ, გინდა საბჭოთა სივრცეში, გინდა ოსმალურ, გინდა სპარსულ, გინდა ევროპულ სივრცეში, უფრო მეტ განსხვავებას ვიგრძნობთ ვიდრე საერთოს. და ეს განსხვავებულობა ყოველთვის ქმნის პრობლემას. იმიტომ რომ ადამიანებს უნდა დაინახონ საქართველოში წმინდა სახის ევროპელი, რომელიც არ გამოდის. ადამიანებს თავის დროზე უნდა დაინახათ საბჭოთა ქართველი, არც ეგ გამოდიოდა, მაინც ქართველი იყო ჯერ რა.
ამიტომ აი ეს აცდენას სხვა დანარჩენთან ყოველთვის გვაქვს და ამის არ დანახო და არ შენიშვნა, ხო? ქმნის გარკვეულწილად იმის პრობლემას, პროტესტს ქმნის რა, რომ რატომ მე პრობლემა სხვა კონტექსტში არ მექნებოდა იმის, რომ ვარ ევროპელი. მაგრამ აი ამ კონტექსტში არსებულ საკითხის კონტექსტში, როდესაც შენ არ გინდა რომ აღიარო ჩემი განსხვავებულობა, აი ამ კონტექსტში ეს აქტიური პროტესტის ელემენტია რა. და მე ვხედავ რა თქმა უნდა ქართულ კულტურა ძირითადად ქრისტიანული, ძირითადად ევროპული კულტურა, თუმცა ირანული ელემენტი. ხოლმე მაგალითად ახლა შეიძლება წამიკითხა თუნდაც სოციალურ ქსელებში უცხოელები რო წერენ ხოლმე რა ევროპა, საქართველოს ის არ არის ევროპა, არის აზია არის. მე ქართველები უწერენ ჩვენ ლინისტურ კულტურასთან უფრო ახლოს ვართ ვიდრე თუნდაც აღმოსავლურ კულტურასთან და ანუ რამდენად არის რეალურად ეს რომ ჩვენ ვართ უფრო მეტად ევროპელები ვიდრე აზიელები თუ კავკასიელობასთან დაკავშირებით. ამიტომ თქვი რომ აი ვინც ამბობს რომ აი რაღაც აზიელობას, აი უბრალოდ რომ ჩავიდეს ირანში, იქ ძალიან მარტივად შენიშნოს როგორი განსხვავებულები ვარ ჩვენ მათგან. აი ძალიან ზედაპირულად იგრძნობა. რა თქინდათ ირანში ჩასვა, აზერბაიჯანში რო შეხვიდეთ, იქაც კი იგრძნობა ჩვენი და მათი განსხვავება. მენტალური, კულტურული, რელიგიურიც მათ შორის სომხეთში უფრო ნაკლებად იგრძნობა ეს განსხვავება, მაგრამ თავარი მომენტი რა არის, რომ არც იმის ეგ შეიძლება ვარ აზიელი ითქვას იმ კონტექსტში, რომ აი რაღაცა პროტესტის კონტექსტში, მაგრამ თავისთავად არც აზიური იდენტობის ნაწილი არა ვარ ჩვენ. არა ვართ აზიური იდენტობის ნაწილი. თუ არსებობს ესეთი იდენტობა, ყველას თავის წარმოუდგენია. ამიტომ ჩვენ ვართ აი რაღაცა აი ძალიან ძველი კულტურა რო გადარჩება თანამედროვეობაში და ის ძველი კულტურა რაღაც ცივილიზაციას ხო ეკუთვნოდა. ეს ცივილიზაცია რო აღარ არსებობს. მაგრამ ეს კულტურა გადარჩენილია. ნუ შეიძლება ითქვას რომ რაღაცა ელინისტური ელემენტი, ნუ ძირითადად ბიზანტიური რა თქმა უნდა, ბიზანტიური ცივილიზაციის ალბათ ნაწილი ვიყავით. ცივილიზაცია რომელიც ცდებოდა რა თქმა უნდა ბიზანტიას. აღარ არსებობს ბიზანტია. აი ხა გადარჩენილი. რომ მიდიხარ დაუშვათ ევროპაში რომ მიდიხარ და მე ალბათ აზიაში ხარ ხო აღმოსავლეთში ნამყოფი. ძირითადად კავკასიური. ანუ აი სად უფრო გძნობ ხოლმე თავს, ანუ ვის აი რომელ ერებთან უფრო გძნობ სიახლოვეს თუნდაც აი ნუ ხა სოციალური ცხოვრების გამო ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან უფრო ახლოს გძნობ თავს, იმიტომ რომ ბევრი საკითხი და ბევრი სოციალური და კულტურული ელემენტი ძალიან გასაგებია ერთმანეთისგან. ნუ სომხები და აზერბაიჯანელებთან კაცლებით მეტი საერთო გვაქვს ვიდრე სხვებთან. ამის აღიარება არ გვინდა ჩვენ, მაგრამ ესე არის, რომ უფრო მეტი საერთო გვაქვს სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ვიდრე მაგალითად, რა ვიცი, გერმანელთან. სოციალურ ცხოვრებაში ვამბობ რა და ყოველდღიურ ევროპაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს ცივილიზაციურ მიკუთვნილობას, მაინც ამის თქმა მინდა. ჩემთვის პრობლემა რა არის, იცით? აი რეალობაზე დავიწყე საუბარი და ზოგადად ქართულობა რას ნიშნავს? ამას გავცეთ პასუხი. აი კანტს აქვს ესეთი მომენტი, რომ არსებობს ესე იგი თავისთავადი ობიექტური რეალობა. ნოუმენი ქვია, რომელიც ადამიანი ვერ ეხება ამას რა. ანუ ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებობს, ადამიანის რადგან აქვს ცნობეთე სამყარო, ადამიანი აღიქოს მხოლოდ ფენომენებს. ანუ ფენომენი არის ისეთი რეალობა, რომელსაც ადამიანი აღიქოს. ნოუმენი არის ის, რომელსაც ადამიანი ვერ აღიქოს, მაგრამ არსებობს ობიექტურად. და შესაბამისად ადამიანი ვართ ჩვენ რა არსებები ვართ. ჩვენ ვართ წარმოსახვითი არსებები პირველ რიგში. ჩვენ რაღაცებს წარმოვისახავთ. წარმოვისახავთ ბევრი რაღაცის გამოყენებით, ენის გამოყენებით, სხვადასხვა სურათების გამოყენებით, არქეტიპების გამოყენებით და ასე შემდეგ. ქართველობა ჩემთვის არის სამყაროს ხედვა ქართული ინტერპრეტაციით. და რას ნიშნავს ქართული ინტერპრეტაციის სამყაროს ხედვა? ჩემი აზრით, ვეფხისტყაოსანი არის ყველაზე ესეთი უნიკალური რამ, სადაც აღმოსავლური გავლენებიც არის, დასავლური შინაარსიც არის და ჩვენი ენით მოვახდინეთ გარდაქმნა. ქართულად ვაქციეთ. ანუ ქართველობა საბოლოო ჯამში არის ის, ვისაც აქვს აპარატი საკუთარი დამოუკიდებელი რაღაც სურათი თვითონ შექმნას. ინტერპრეტაციის სისტემა თვითონ შექმნას. შექმნას წარმოდგენები სიკეთეზე და ბოროტებაზე, შექმნას მორალზე წარმოდგენები. ქართული საზოგადოება უფრო მეტად სამართლებრივი საზოგადოება კი არ არის, მორალური საზოგადოება არის, სადაც მორალური ელემენტები სამართალზე მაღლა დგას.
არსებობს ესეთი ტიპის საზოგადოება. ამიტომ კონსტიტუცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ეს მორალური ელემენტები ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისგან უფრო ესე იგი მისაღებია ვიდრე კონსტიტუციური ნორმები. რაც დასავლეთში ცოტა სხვანაირად არის. დასავლეთის ესეთი ფართო ცნებაა, მაგრამ მაინც. აქედან გამომდინარე, ჩვენი თავის რაღაც აღიარებები, ჩვენ გვწვენია ჩვენი თავის, მე ესე მგონია, რომ 30 წელი ჩვენ სიმულირებთ. და ეგ სიმულაცია რა არის? შენ გაქვს წარმოდგენილი იმათ თავი, ვინც არ ახარ. და თამაშობ იმას, ვინც არ ახარ. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თამაშობთ იმას, ვინც არა ვართ და ის, ვისაც თამაშობთ, ის არ არსებობს. ანუ რას ვამბობ, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ევროპა ესეთი ევროპა არ არის. ჩვენ თავში წარმოდგენილი ევროპელია და გამოდის რომ ამას ბოდრიარის ერთ სიმულაკრა ქვია, ანუ ჩვენ ვართ იმის მიბაძვა, რომელსაც ორიგინალი არ გააჩნია. ანუ ის ევროპელი, რასაც ჩვენ ბაძავთ, ისეთი ევროპელი არ არსებობს. და გამოდივართ ისეთი სიმულაციები და ამ სივრცეში, როდესაც ჩვენ ამ მიბაძვით ელემენტს ვაკეთებთ, საკუთარ თავს ვერ ვსწავლობთ ეს ერთი. საკუთარ შეცდომებზე თავს ხუჭავთ. საკუთარ რეალობას უარყოფ. და იდენტობასაც კარგავთ ალბათ, ხო? იდენტობას ბუნებრივად იკარგება. შევა მხოლოდ რაღაცა ესეთი გარე ელემენტი. შინაგანი ეს ელემენტი, რომელმაც უნდა მოახდინოს სამყაროს ინტერპრეტაცია, ხო? ეს იკარგება. წარმოსახვა. როგორ უნდა ქართულად როგორ უნდა წარმოვისახოს სამყარო. თუ უნდა მოვერგო რუსის წარმოსახვას, უნდა მოვერგო ამერიკელის წარმოსახვას, ევროპელის წარმოსახვას, რას უნდა მოვერგო? როდესაც გუშინ მე მეუბნებოდნენ რომ რაღაცა ორი სქესი არსებობს, ვიღაცებმა წარმოისახეს, წარმოიდგინეს და ამაზე მე ინსტიტუტები დააშენეს, რომ არსებობს უამრავი გენდერი, ეხლა მეც იგივე უნდა გავაკეთო, ხო? ანუ და ეგ რას თიშავდა? მე ჩემი შინაგანი არ ვახედრებ, ხო, ჩემ შინაგანს, ესე გამოდის. ხო? და ამიტომ მე მგონია რომ ქართულობას თუ რამეს ნიშნავს, ეგ ძალიან ტრივიალური რაღაცა. ნიშნავს სწორედ აი ამ ინტერპრეტაციის არსებობს, რომ შენ უარი თქვა სიმულაციაზე. არა ვარ ბრედ პიტი. ნუ ვარ. კი, კარგია რომ ბრედ პიტობა კარგია, სიმპათიური, ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ რა ვქო, ნუკრი შოშიაშვილი ვარ და მაყოფილდები იმათ ვინც ვარ. და ჩემი ნაკლი მინდა ვნახო და ჩემი პლუსები მინდა ვნახო ამ ყველაფერში. შეიძლება ისეთი გრანდიოზული პიროვნება არა ვარ როგორც ბევრი ვიღაცა, მაგრამ მისი მიბაძვით, მე ბრედ პიტის მიბაძვით ბრედ პიტი ვერ გავხდები ვერანაირად. ვერაძოს ვერ გავხდები ბრედ პიტი. და შეიძლება უფრო კომიკური გავხდე და მახსოვს ერთ-ერთ ერევანში ვიყავ ერთ-ერთ კონფერენციაზე იყო და იქ ამერიკელებმა წარადგინეს უკრაინას და საქართველოს მაგალითი ევროკავშირის დროშებს. და ნუ გაიცინეთ, იმიტომ რომ ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, ყველგან ევროკავშირის დროშები არის. ანუ ჩვენ იმაზე მეტად გვინდა იმაზე მეტად ესე გვამბობ, არა ვართ ევროკავშირი და არ და ევროკავშირის ქვეყნებში გაცილებით ცოტა დროშა კიდია ევროკავშირის თელრი ქვეყნებში. და აი სწორედ ესაა სიმულაცია. ჩვენ ვასაღებთ თავს იმათ, ვინც არა ვართ. და ეს სიყალბე, ანუ ნახეთ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც აი ოღონდ ის იყოს დაემორჩილება, მაგრამ ყველა საზოგადოებაში არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც არ შეუძლია წყალში ცხოვრება. ანუ შეიძლება ალტერნატივაც ვერ შემოგთავაზოს, მაგრამ აი უბრალოდ ბუნტარია. აი რას უკეთეთ ამ ბუნტარას, ყველას მარგინალად, ყველას რუსეთუმეს უწოდებთ? და ეს ქმნის მე იმას, რომ რატომაც არის ძალთა ბალანსი ახლა განსხვავებული. ადრე თუ ლიბერალობა იყო რაღაცა, აი კულტურულ კოდებს უტევდნენ და განსხვავებული უნდა ყოფილიყო, ახლა ლიბერალობა ნიშნავს ერთფეროვნებას და იმას ვინცაც განსხვავებული პოზიციები აქვს, ანუ ვისაც რეალურად ინდივიდუალური ხედვა აქვს, ის აღმოჩნდა ლიბერალური სისტემის მიღმა. იმემა მოაწყო სწორედ ეს რაღაც ანტილიბერალური გარდაქმნები, ხო? და ხო, ანუ შემოუბრუნდათ. კი. ანუ ისინი ძალიან კონფორმისტები გახდნენ და აქ გაჩნდა ეგეთი მომენტები. ამიტომ მთელი რესურსები ამ შემთხვევაში უნდა ჩაედოს საზოგადოების გაჯანსაღებისთვის იმაში, მათ შორის ალბათ ეს პოდკასტების დაეხმარება საზოგადოება საკუთარ თავის გამოვლენებაში, რომ აი ღიად დაიწყოს საუბარი. მე რა რომ ისეთი ევროპელი არა ვარ, ან საერთოდ, ნაწილობრივ ვარ და ნაწილობრივ არ ვარ ევროპელი, როგორთაც ამდენი წელს განმავლობაში მეგონა თავი რომ ვიყავი. და რატომა ეგ ცუდი? რატომა ცუდი რომ განსხვავებული ვიყო? არ ვიყო არც ისეთი, არც ესეთი და ვარ ესეთი. რატომა რა არის ამაში ცუდი? აი ხო და მოდი ვთქვათ, როგორები ვართ. და მოდი ამ როგორებიზე მე ავაგოთ რა ისი უნარები გვაქვს და რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია. ხო? საინტერესო.
ჯელობის საგანია რომ აღმოჩნდა რომ არა ვართ მაინც და მაინც ესეთი მილიტარისტი მეომარი ხალხი. არა ვართ, წარმოდგენა გქონდა რომ ვიყავით. იმიტომ რომ ისტორიული გამარჯვებები მოხდებოდა. რეალობის წინაშე როდესაც დავდექით. პატარა საზოგადოება ვართ და მოდი რა რეალობას შევხედოთ, რეალობას გავუსწოროთ თავი. მე კი მირჩევნია ჩემს ფსიქიკაში ჩვენ ჰეროიკული ის კონდეს, მაგრამ მოდი რა ეხლა საქართველოს გადარჩენას სჭირდება არა ეს ჰეროიკული ელემენტი, არამედ პრაგმატული ელემენტი, დიპლომატია და ასე შემდეგ რა. გადავიტანოთ ამ ეხლა მაგაზე გადის რეალურად საქართველოს გადარჩენა რა. თორე ეხლა ჯარი ჩვენ მეზობლებს ვერ გააკვირვებთ ამჯერად. ვერც რუსეთს, ვერც თურქეთს და რა ვიცი. ამ ეს ხანუ მით უმეტეს ახლო წარსულშიც გვაქვს გამოცდილება თუნდაც ყველაზე ახლო 2008 წლის შესაბამისად ხო ნუ ხო და ჯობია მივიღეთ 2008 წელს ჯობია ანუ ჩვენი თავი ანუ ვინც იცის საკუთარი თავი კარგად აი ვენეცია იყო ქალაქის სახელმწიფო ვენეციას საკუთარი თავი საკუთარი შესაძლებლობა სწორედ რო არ ცოდნოდა ბიზანტიის დანგრევის ერთ-ერთი მიზანი ვენეცია იყო და მთელი ეს ისინი ამ საკუთარი იმპერიას ვერ შექმნიდნენ იმპერიას ეს პირობითად ქვია მაგრამ ანუ მათმა სიმცირემ და მათმა რაციონალურმა და ესეთმა დამოკიდებულებებმა შექმნეს მათი სწორი სტრატეგიები. ხო, მაგრამ დღევანდელ დღეს როგორ წარმოგიდგენია ეს? ანუ დღევანდელ ვითარებაში ზოგადად, როდესაც რეალურად ხედავთ, რომ თუნდაც ამერიკის მაგალითზე, რაც ხდება ირანში, რომ ძალისმიერი მეთოდით ხდება უბრალოდ. ანუ აქვთ ძალა, აქვთ შესაძლებლობა. მე ვხედავ შემდეგ რაღაცას ამერიკის მაგალითზე, რომ პრინციპში ეპშტეინის ამბებს ამას უკავშირებ, იმას ვისაც აქვს ამერიკულ ელიტაზე გავლენა, ის ამერიკას აკეთებინებს საკუთარ საქმეს. ჩვენ ის ვერ მოვახერხეთ, რომ გაგვიძლია ამდენი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ხო? კაი, ვერ ვაბრუნებთ. რაღაცა ეკონომიკური მიზეზების გამო. ისეთი რაღაცა სისტემა შექმნათ, სადაც ეს ემიგრანტები უფრო მობილიზებული იქნებიან რაღაც ორგანიზაციაში, ერთმანეთს დაეხმარებიან, უფრო პრესტიჟულ სამსახურებს იშოვიან, დასაქმდებიან უფრო სხვადასხვა საშუალებებით, მოახდენენ გავლენას სხვა პოლიტიკაზე და ჩამოყალიბდება ნელ-ნელა ქართული ლობი ვაშინგტონში იქნება თუ ბრიუსელში თუ სხვადასხვა ქვეყნებში ეს მაინც შეგვეძლო. ანუ ამას ორგანიზება ჭირდება. ამას ხელოვნური დაფინანსება სჭირდება, რა თქმა უნდა, რომ შენ რაღაცა იქ ბიზნესის წამოწყების საშუალება მიცე შენი ადამიანებს, რომლებიც მე იქ დააფინანსებენ. მე მინდა გითხრათ, რომ პირველი ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, როდესაც გაიხსნა ბაზარი ჩინეთის, ამერიკასა და შეერთებულ შტატებში, როდესაც მოხდა ეგ 79-ში, ხო? ხელშეკრულება როდესაც დაიდო, პირველი ინვესტორები ჩინეთში იყვნენ ამერიკაში მსხვილები ჩინელები. პირველი ეკონომიკური, მე მოყვა დიდი კომპანიები, მაგრამ პირველი ინვესტორები იყვნენ ჩინელები, რომლებიც ცხოვრობდნენ შეერთებულ შტატებში. და მათი ეკონომიკური ბუსტით დაიწყო მნიშვნელოვანი აღორძინება. ჩვენ ის ვერ მოგვიხერხებია, რომ იქ ჩასული ქართველების იდენტობა შეუნარჩუნოთ და რაღაცა აქედან სკოლები დავაფინანსოთ, საგანმანათლებლო სისტემები დავაფინანსოთ, ორგანიზებული რაღაცები გავაკეთოთ, რომ იქ მოძლიერდნენ ეს ადამიანები და რაღაცა გავლენები მოიპოვონ ცენტრში. თუ ჩვენ არ გვექნება გავლენები თუნდაც კრემლში, თუნდაც სტამბულში, თუნდაც ვაშინგტონში და ასე შემდეგ, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ხო? რეალური პრობლემები შეგვექნება. იმიტომ რომ იქ წყდება ბევრი რაღაცეები და იქ ჩვენი ხალხი გვჭირდება. რასაც ვენეცია აკეთებდა. აი ვენეცია ესე აკეთებდა. საკუთარი გავლენები ჰქონდა დიდ იმპერიების დედაქალაქებში. პატარა ხალხს სხვა არაფერი არ აქვს. როგორ გააკეთეს ხა ებრაელების გასვლა ჩვენ ვერ გავაკეთებთ. მაგრამ ცოტა მეტი რესურსი ხო შეგვიძლია ჩავდო თამაში და უფრო ავაწყოთ სისტემა და ჩვენი დონის ის გავაკეთოთ. გავლენები გავზარდოთ. ჩვენ დონეს რაც შეუძლია. 9 მილიონი ცხოვრობს და ყოველშეცვლი აქამდე ეთნიკური ქართველი რუსეთში. სადა მათი გავლენები? რატომ არის რომ აფხაზური ლობი და ჩერკავკასიური ლობი უფრო ძლიერია კრემლში ვიდრე ქართული ლობი? იქ რო ქართული ლობი იყოს, იქ აფხაზეთის საკითხი შეიძლება სხვანაირად გადაწყდეს. აი მაგალითად აზერბაიჯანული ლობი იყო ძლიერი, აზერბაიჯანი მეორე ყარაბაღის ომის წინ ჩაიტანა საკმაოდ დიდი თანხები, ჩაიტანეს რუსი ექსპერტების მოისყიდეს აბსოლუტურად
და რუსული საზოგადოებრივი აზრი პრო-აზერბაიჯანული გახდა. თან ფაშინიანის ფაქტორიც დაეთქო, რომელსაც ნეგატიური ხონდა. ლობი რას უშველის იმს, როდესაც რუსეთისთვის ყოველ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გადის ესა. დაემთხვა, რომ ფაშინიანი არ უყვარდათ და საზოგადოებაში გაჩნდა პრო-აზერბაიჯანული დამოკიდებულებები. თან დიდი თანხები ჩაიდო როგორც პოლიტიკურ ელიტაში და ისე საექსპერტო სივრცეში. გაჩნდა საზოგადოებრივი აზრი და რუსეთი არ ჩაერია იმ კონფლიქტში. შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღი. ანუ მე არ ვამბობ, რომ ეს ესეთი ეგრევე მოხდება, მაგრამ კონკრეტულ ისტორიულ პირობებში თუ კი იმის საშუალება გვექნება, რომ რაღაცა ძალა რუსეთი არ ჩაეროს კონკრეტულ კონფლიქტში, ამას შეიძლება ბევრი რაღაცა გადაწყვიტოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ საერთოდ არ გვექნება ესეთი ლობისტური სისტემა, მე არ წარმომიდგენია საქართველოს აი როგორ უნდა შეძლოს აი ესეთი ჩაკეტილ სივრცეში რაღაცნაირად მანევრირება. ასეგებია, ხო. მოდი, ხა ძალიან საინტერესო ხედვა და გადავიდეთ ახლა იმასაც ზუსტად ვახსენეთ, რაც ხდება ირანში. და ანუ შენი აზრით მაინც ეპშტეინის ფაილებიდან გამომდინარე, ანუ ის რომ რაღაცა კომპრომატები არსებობს, აქედან გამომდინარე არის, თუ სწორად გავიგე, დაუშვათ, რაც სამდე ომი დაიწყებოდა ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს, რომ დაიწყებოდა ომი თუ არა და ესეთი რაღაცა უპასუხე მაშინ და იგივე აზრზე ვარ. თუ კი ესე იგი დაიწყება ომი, ეს იქნება დაკავშირებული ეპშტეინის ფაილებთან. იმიტომ რაციონალური მიზეზი, რატომაც უნდა დაიწყოს ესეთი ფართომასშტაბიანი ომი ამერიკისთვის არც ისე სახარბიელო არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ისრაელის ინტერესი ამ კონფლიქტში. ნუ ფორმალური ინტერესი რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებსაც აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა გამოდის შეერთებულ შტატები ისრაელის პროქსი ძალა და არა პირიქით. ყველა თვლიდნენ, რომ ისრაელი იყო ესე იგი შეერთებულ შტატების პროქსი ძალა, მაგრამ ეხლა აი კალსონის მაგალითად, სულ ამაზე საუბრობს, რატომ ვიბრძვით ისრაელის გამო? ისრაელის ინტერესებს და რატომ არ ვაკეთებთ ამერიკის ინტერესებს, ხო, რატომ არ ვაკეთებთ? მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ხო შეიძლება ის ყოფილიყო, რომ თუმცა ეხლა რასაკვირველია სხვა ომებისგან განსხვავებით არ საუბრობენ იმას რაღაც დემოკრატიაზე, იქ ადამიანის უფლებებზე და ასე შემდეგ, რეალურად ამბობენ, რომ აი ქა ურანის გამდიდრების თემა და რეალური მიზეზი ასევე შეიძლება ყოფილიყო ეს ჩინეთთან დაპირისპირება, ანუ ჩინეთი ამ ომით რეალურად სუსტდება ასე თუ ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და მეორე საკითხი არის ასევე ნავთობი და გაზი, ხო, რაც ანუ აი რომ ჩამოვაშოროთ ასე ვთქვათ ის ისრაელის თემა. სტრატეგიულად ეგრეა. ხო. ესე იგი ვენესუელა და ირანი ეს ორი სახელმწიფო იყო, რომელიც ჩინეთს ნავთობს გადაცემდა. ვენესუელაში ამ სპეცოპერაციის შემდეგ პრაქტიკულად ეს შეწყდა და ამ სპეცოპერაციამ აჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტურად შეერთებულ შტატებს შეუძლია მოუაროს საკუთარ ნახევარსფეროს. მე მეგონა, რომ ირანში იგივე სტრატეგიას განახორციელებდნენ. პრინციპში იგივე სტრატეგია იყო ესაც. უბრალოდ იქ ლიკვიდაცია იყო ლიდერების. თავარი პრობლემა არის ის, რომ ირანი ვენესუელასგან განსხვავებით არის სისტემური და იდეა არის. სისტემური სახელმწიფო და იდეა არის. ერთ პიროვნებაზე ჩამოკიდებული არ არის. ვენესუელა და მსგავსი სახელმწიფოები არის ერთ პიროვნებაზე ჩამოკიდებული სახელმწიფოები. მეორე, სუფთა ინფრასტრუქტურულად და ლოჯისტიკურად. შეუძლებელია ის, რაც განახორციელეს ვენესუელაში, განახორციელოს ირანში. ირანს აქვს გეოგრაფიული საზღვრები და ლოჯისტიკური კავშირები ისე, ჩინეთსაც შეუძლია მიწოდება შეიარაღების, მუდმივი შეიარაღების და რუსეთსაც შეუძლია. მაგის გადაკეთვა არის ძალიან რთული საკითხი. და მესამე. თუმცა ახლა არ ხდება, ხო? როგორც ოფიციალურად არ ხდება. მესამე. თვითონ ფსიქოლოგია შიიტური საზოგადოების. შიიტები არიან სადღაც 12-დან 13%-მდე მთელი ისლამურ სამყაროში, ესაა უმცირესობა, მაგრამ ესაა ყველაზე მოწამეობრივი, ესე იგი, მიმდინარეობა. მუჰამედი როდესაც გარდაიცვალა, ფანატიკოსები ასე ვთქვათ, ხო? ფანატიკოსები არ, მე ვიტყვი ისე, რომ ან იქ სადაც უფრო მეტად დაფასებულია, ესე იგი, თავგანწირვა, ესე ვთქვათ, წამებულობის იდეა. ეს მოდის მოკლედ ალიდან, ესე იგი, შია ალი არის სინამდვილეში შიიზმი, რაც ალის პარტიას ნიშნავს.
რაც ნიშნავს იმ მუჰამედი რო 632 წელს გარდაიცვალა შემდეგ მოხდა მოკლედ მსჯელობა მუჰამედს არ ყავდა მემკვიდრე მამრობითი სქესის შვილები ყავდა მაგრამ გოგოები ყავდა ძირითადად და ძირითადი პრობლემა იყო ის რომ როგორ უნდა შემდეგი ხალიფა ვინ ყოფილიყო ესე იგი სუნიტები ამბობდნენ რომ შემდეგი ხალიფა ჩვენ უნდა ავირჩიოთ არჩევითი უნდა იყოს გამოჩნდა ალი იყო ბიძაშვილი და სიძე ამავდროულად მუჰამედის რომელიც ამბობდა რომ ესე იგი ხალიფები უნდა იყვნენ მემკვიდრეობით წინასწარ მეტყველის მემკვიდრეები 680 წელს მოხდა ბრძოლა სადაც დამარცხდა და სადაც ესე იგი სუნიტებმა გაიმარჯვეს ამის შემდეგ ყველგან დევნიდნენ შიიტებს და შიიტები გადარჩნენ იმიტომ აი კონდათ ესეთი ფსიქოლოგია რომ იმას ანუ დევნილის ფსიქოლოგია აქვს რა სადაც დევნილობა არის პირიქით ესე იგი მორალურად გამარჯვებული ელემენტია სუნიტებში ცოტა სხვანაირად არის აქედან გამომდინარე ის გენეტიკურად მოყვება აიათოლად რომელიც სიმსივნე ჰქონდა ის ხო ამოვიდა და პრინციპში თავი მოკლევინა იმიტომ რომ ის განიცდიდა არსებობს ამის ელემენტი განიცდიდა რომ ის ლოგინში უნდა მოკვდარიყო ანუ სხვა ფსიქოლოგია ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ ადამიანს სიკვდილით ემუქრებით ისეთ ადამიანს ემუქრებით სიკვდილით რომელსაც სიკვდილი უნდა ეძებს სიკვდილს ანუ ეგ ეხლა ლათინურ ამერიკასთან განსხვავებით ძალიან განსხვავებული კულტურაა ყოველთვის არის ესეთი მომენტი რომ მათ წარმოედგინათ ანუ ყოველთვის წერს წარმოედგინათ როგორც საკუთარ თავს ეს პირველი შეცდომაა წერტერი შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული იყოს შეიძლება ის ღირებულებები რაც შენ გაქვს არ კონდეს ხო მაგრამ ესეთ დროს ხო რეალურად სერიოზული შესწავლა მიდის ამ თუნდაც როგორც ჩვენ გვაქვს ესეთ წარმოდგენა დააბრმავა იმანა დააბრმავა ვენესუელას წარმატებამ ეგ მომენტიც არის და მეორე იფიქრეს რომ ლიდერებს მოკლავდნენ და დანებდებოდა არ ნებდება აი მე რა ხდება ეს უკვე აღარ იციან და ეხლა ჩანს რომ ეხლა იგონებენ რაღაცებს მათ შორის ეს ტრამპის ეს ელემენტი რომ ვითომ საჯაროდ რომ ილოცეს ხო და რაღაცა ანტიქრისტეს მოსვლისთვის ემზადებით რაღაც სიგიჟეები ესკატოლოგიური სიგიჟეები ხო ესაც ეგ ხო რეალური წმენასთან არაფერი აი ტრამპს რეალური წმენასთან ხო ყველა კარგად ხვდებით ინსტინქტის დონეზე ხვდებით რომ მას რეალური წმენასთან არანაირი კავშირი არ აქვს აიათოლას ჰქონდა რეალური წმენასთან კავშირი ეს ორი მნიშვნელოვანი განსხვავება ესა ტრამპისთვის ეგ არის რეკლამა და რეკლამას და პიარს ადამიანი ცნობს რა ხო მაგრამ ამ ნაბიჯი ზოგადად როგორც სოფლიოში ასევე თავის ქვეყნისთვისაც ხო რაღაც ექნება შესაბამისი შედეგები უფრო ალბათ უარყოფითი და დადებითი მე მგონია რომ ტრამპის ძალიან შეცდა ამ კონფლიქტით თუმბის მალე დაამთავრეს ეს კიდე გამოძვრება მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ამის პირი იმიტომ რომ ვინ უნდა მოითხოვოს ესე იგი ვინ უნდა მოითხოვოს თუმცა ამბობს რომ 60 კვირაშია ყველაფერი დამთავრდებაო რეალურად და ანუ ჩვენ ხედავთ იმას რომ არ აღმოჩნდა ისრაელის თავდაცვა ისეთი როგორიც უნდა იყოს ჩვენ ხედავთ იმას რომ ამერიკული ბაზები იბომბება ჩვენ ხედავთ იმას რომ ესე იგი ირანელები არ აპირებენ შეჩერებას და ჩვენ ხედავთ იმას რომ ნატოების ფასი და სხვა რესურსების ფასი აიწია რაც ერთი მხრივ გასაგებია რომ ჩინას ურტყავს, მაგრამ მეორე მხრივ ევროკავშირსაც ურტყავს. ამიტომ კონფლიქტი ესეთი კონფლიქტი არ დამთავრდა. აი, გავიდა ამერიკის ჯარი, როგორც წინაზე მოხდა. წინა დაბომბვაზე, ხო? და ირანი აგრძელებს რაკეტების სროლას და თავდასხმას. აი, მე რა ხდება? ანუ ვერ გავა ესე მარტივად. მაგის თქმა მინდა. ტრამპმა უნდა მიიღოს რაღაც გარანტიები, რომ გავიდეს და ამ გარანტიებს ჯერჯერობით არავინ არ აძლევს. ანუ ტრამპი აღმოჩნდა იმის ხორბლი რასაც აი საბოლოო შედეგი რა უნდა იყოს საბოლოო შედეგი არის ორი ერთი ირანის დასუსტება ისე რომ მას წლები დაჭირდება კлау იმ დონეზე დადგეს მეორე ირანის დაშლა მათი წარმოდგენით და მესამე თუკი ამერიკა ამ ომში ჩაერთვა დიდი ხანი ჩათვალეთ რომ ჩინეს და კიდე სხვადასხვა ეს სახელმწიფოებს პრაქტიკულად უკრაინა ყველაფერი დაივიწყე ახლა ამ კონფლიქტის შემდეგ მივიწყებული ის არის
და ჩათვალოთ თან მithumetes რუსეთს სარგებლოს ნახულობს ამ ომისგან ყველაზე მე მგონი ხო? ჩათვალოთ მე მგონია თუ ამერიკა გაიჭედა ამ კონფლიქტში, შემდეგი კონფლიქტი იქნება ტაივანზე. ის ჩინეთი აუცილებლად გადაწყვეტ ამას. იმიტომ რომ ამერიკას არ შეუძლია ორ ადგილზე ეხლა ერთდროულად ესეთ ძალებს დაუპირისპირდეს. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გველოდება ნამდვილად მშვიდი გეოპოლიტიკური სიტუაცია. მე როგორც ვაკვირდები ის სტრატეგია ჩვენ აი ამ ყველაფრისგან რაღაცნაირად გადავრჩეთ. ეს აქტუალური სტრატეგია არის ჩვენ რო ჩავერთოთ დიდი ალბათობით სერიოზული ზარალი გვექნება. ჩვენ თუ მოახერხეთ ის რაც თავის დროზე შვეიცარიამ მოახერხა რომ ევროპული ომებისგან რაღაცა დისტანცირება მოახდინა, არც პირველ სოფლიო ომში არ ჩაერთო, არც მეორე სოფლიო ომში არ ჩაერთო, არც იქამდე რაც ომები იყო იქ არ ჩაერთო. რამდენად არის რეალურად ახლა შანსი ამისი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ახლა ამ ეტაპზე რეალურად რომ შევხედოთ ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, რომლებსაც რეალურად აქვს ხო, თუნდაც საზღვარი აქვს ბოლო და ძალიან ბევრი კავშირი ესეთი ჩვენი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად არის, მე მგონი ამ კუთხით და ყველაზე მართლაც ნეიტრალურად არის ალბათ ხო, თუნდაც განწყობილი. რეალურად მიმდინარეობს ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, ოღონდ ნეიტრალიტეტის გამოცხადების გარეშე. ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ნეიტრალიტეტის გამოცხადების გარეშე. ეს არის და ეს. რაც ნიშნავს იმას, რომ არავისთან ზედმეტად ახლოს არ ვიყოთ და არავისთან ზედმეტად მტრულად არ ვიყოთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ აი არაფერში არ ჩქარობს ხელისუფლება. აი ხელისუფლება შეიძლება ბევრ ამაში აკრიტიკო, აბსოლუტურად ლეგიტიმურად, მაგალითად განათლების რაღაც რეფორმაში აკრიტიკო, იქ ეკონომიკურ საკითხებში აკრიტიკო, ბევრ ამაში აკრიტიკო, მაგრამ რაშიც ვერ აკრიტიკებ, ეგაა საგარეო პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში ჩემი პოზიციით ესეა. იმიტომ რომ ყველანაირი სხვა ალტერნატივა, ანუ საგარეო პოლიტიკის მიღმა, ჩემი აზრით ეს არის რომელიღაც ბანაკში აღმოჩენა და ეს ბანაკი ნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ აყენებ საკუთარ ქვეყანას. ასე რომ აი ეს საკითხი სანამდე ამ საკითხს სანამდე ოპოზიცია არ გაიგებს, რომ ეს ამ საკითხს არ უნდა შეეხოს ცუდად, ხო? იქამდე ალბათ ხელისუფლებაში ერთი და იგივე ძალა იქნება. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ და იმედია რომ ჩვენი ქვეყანა რასაკვირველია ამ საფრთხეებს აიცინებს თავიდან და ვიქნებით ესეთ მშვიდობიან ქვეყანაში როგორც დღეს არის ყოველ შემთხვევაში მე პირადად მართლა ძალიან გამართლებულად ვთვლი იმ პოზიციას რაც ჩვენს მთავრობას უკავია ნამდვილად დასაფასებელია იმიტომ რომ რასაც ხედავთ გარშემო ნამდვილად ძალიან ესეთი არაპროგნოზირებადია რეალურად სიტუაცია. დიდი მადლობა შენ და იმედია კიდე შევხვდებით. მადლობა თქვენ და გამოწერეთ არხი.